მეგობრებო, ახლა ვიმყოფებით ჩვენ ისევ სოფელ კარსანში, მოვინახულეთ გეოფიზიკის ობსერვატორია და ზევით მთაზე არის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია და აგრეთვე მამათა მონასტერი, სადაც ჩვენ ამოვედით და აქედან ულამაზესი ხედები იშლება ქვევით მცხეთაზე, ჯვრის მონასტერი ჩანს როგორც ხელის გულზე, ისე კარგი მაღალზეა ეს ადგილი და ეხლა მინდა გავჩვენოთ მამათა მონასტერი და წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. ისევ სოფელ კარსანში ვართ და წმინდა ნინოს მონასტერამდე ნახეთ ასეთი ადგილი, სადაც დგას ძველი მანქანები, მაგრამ საკმაოდ კარგ მდგომარეობაში. ეს რა მანქანებია, ბესო? როლს-როისი? როლს-როისი. სად აფუჭდება ეს მანქანა? აფუჭებენ ამ მანქანებს აქ. ღია თის ქვეშ. კიდევ ერთი როლს-როისი. აბა ერთი კარებს თუ გავავლებ. ერა, ჩაკეტილია. ესეც ძველი როლს-როისი. ეს ბზიკებია ძალიან ბევრი. დაკეტილია. მოსკვიჩ. სახალი პაგრიშკები. დაბერილებია პაგრიშკები, ხო? ხო, დაბერილებია, დაფშული არ არის. ვოლგა. ბესო დაქოქე ერთი რა. საჭერა მაგარია. ხო და იქით ზევით გზა მიუყვება წმინდა ნინოს მონასტერისკენ, რომელშიც ახლა ჩვენ ავალთ. ვისაც სიმაღლის გეშინიათ, არ გადაიხედოთ აქედან. ეს კი იქნება ბესო 1500 მეტრაზე ზუსტად. ჯვრის მონასტერი აგე ქვევით არის. მაგას არ გეუბნები, ძალიან ქვევით არის ჯვარი. არა, ეგ მონაკვეთი იყო, ცოტა რთული ამოსასვლელი. ანუ აქ ჩვეულებრივი ნებისმიერი მანქანით ვერ ამოხვალ რა. მინიმუმ 2 ხიდიანი მაღალი. ეს დედათა მონასტერი იქნება, რახან წმინდა ნინოსია. ხო? ლოგიკურად. მაგიდები. არ გაშვიდე იქით. არა, აქ ვაჩერე, ბაბუ. ნახე რა მშვენიერი მაგიდებია, ბაბუ. არ არის მშვენიერი, დავდეთ ვისადილოთ რა. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, აბა მონასტერიო. ის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერია? ის მამათა მონასტერი, ეს ეკლესია ყოფილა. წმინდა ნინოს. და ქვევით ჩანს მცხეთა. სად არის ჯვარი? მე ნახე. ჯვრის მონასტერი აგე პირდაპირ. ნახე როგორ ჩანს. გორის წვერზე სხვა არაფერი არაა, ეს იყო რო ყურები ქვევიდან. საიდან უყურებდი? ქვევიდან გზიდან რო გავერდე, ჩანდა გორის წვერზე, რა არის მე. შენ თქვი ის ეს იყო, ეს ეკლესია იყო, ესა წმინდა ნინოს ეკლესია. ეს არის კოხტად და ლამაზად სუფთა ბუნებაში
აშენებული მამათა მონასტერი. დღეს ბუნება არის არაჩვეულებრივი სითბოა. აქ ცუგრია არის ეგერ წამოწოლილი ბალახებში. რა სილამაზეა. ეს რო გამწვანდება, აქ რაღაცა იყო აშკარად. ქვევრის მაგვარი რაღაცა. ეს რო გამწვანდება, ბუნება იქნება ძალიან ლამაზი. რა ბაბუ? ჭილის ციხე არმაზის ციხე, ნახე რამ სიმაღლეზე ვარ. და ბიჭო, აქედან არმაზის ციხეში შეიძლება გადასვლით ჩვეულებრივად, ჰა? მე ერთი დღე არმაზის ციხესაც ვესტუმროთ. ეს არის შეშის ქურა, ტყეში, როდესაც გინდა გააცხელო ჩაიდანი, ან რამე კერძი, ქვაბი, ასეთი მოწყობილობაა. აქ ჩაყრის შეშას. ეს არის საჰაერო. და აქ დადგავ ქვაბს. და ადუღებ, გააცხელებ საჭმელს. კაი გამოგონებაა. პრაქტიკული. ეს ვართ ხა მეგობრებო სოფელ ძეგუში. წმინდა მარიამის სახელობის კომპლექსი არის. ძალიან ლამაზად არის გაკეთებული ყველაფერი. ძალიან ბევრი ხალხია, სხვათა შორის დღეს. ის ციხე კოშკი სად არის ბესო? კოშკი ამბილის თუაყები აიგეთები. ავიდეთ? გინდა. კოშკები ხო გადავიღეთ. კოშკები გადავიღეთ ხო. ეხლა მეგობრებო მივდივართ ძეგვის ამებაში. ხაც არის ეგერ ლესთან. მონასტერი დაკეტილია ეზოში ძაღლებია და ეხა დაურეკავთ მამა გიორგის და ალბათ შიგნით იქნება და შევალთ მოვინახულებთ მონასტერს. ძალიან ლამაზ ბუნებაშია მონასტერი აშენებული. ულამაზესი ბუნებაა, ეს რო გამწვანდება იქნება ძალიან ლამაზი.
აბა ეხლა ვეცდები დაურეკო მამა გიორგის. მამა გიორგი სამწუხაროდ ტელეფონი გამორთული აქვს და ძალიან მინდა რომ შევიდე მე მონასტერი დავათვალიერო, რომ არა ძაღლები რო იყვნენ, აშვებულები და შეგვჭამო ძაღლება, ეგეც არ მინდა მე ხა პრინციპში და ბესო წავიდე ახლა იქით მხრიდან. შეხედავს თუ ძაღლი დაბმულია, მამა გიორგის ნებართვით კი დავრეკეთ, მაგრამ გამორთული აქვს ტელეფონი, მაგრამ არა მორბია, არ არიან დაბმულები, მორბიან ძაღლები. მორბიან? ხო. დარბიან, დიდი ძაღლები არიან და ისე. მაშინ არ შევალთ. სამწუხაროდ ვერ დავათვალიერებთ მონასტერს. ბესო წავიდე იქით. დავინახე კაი დიდი თეთრი მეცხვარე ძაღლი. მორბის. ბესოსთან მივიდა. ორნი არიან. ბოლო დაურეკეთ მამა გიორგის და გითხრა ძაღლი დაბმულიაო, შეგიძლიათ შევძანდეთო და შემოვედით. აქ მიდის მშენებლობა, კელიებს აშენებენ. ძალიან ლამაზი ადგილია. იქით ჯობია აღარ წავიდეთ, ძაღლი არ გავაბრაზოთ. დაგინახა ხო? ძაღლი დაბმულია, მაგრამ მაინც აბა აქ ჩავიდეთ ვნახოთ. აქ წმინდა გიორგის ხატია. ხო, მარა ძაღლმა არა იშვას და პარტიზანებით მივიპარებით. ახერა მაგარია. ხო, ესე იგი იმ ეკლესიიდან კოშკიც ახლოსში ყოფილა. აქ ვიყავით მეგობრებო წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიაში და იქიდან ამოვედით სამების მონასტერში. აი ეს გზა ჩანს, აი იმაში რო არის შიომღვიმეში. აი ეს ეკლესიას ჩანს პატარა გორაზე. ხო, შიომღვიმე არ ჩანს. მოფარებულია გორას. ეს არის სოფელი, ეს ძეგვია თუ ნიჩბისია? არა, ნიჩბისი იქით არის. ძეგვია. აჰა, ბაბუც მოვიდა. ჩუმჩუმად. გამოყევი აიგრე მარჯვენა მხარეს. მარჯვნივ აიღე, მარჯვნივ. მან რატო შეხვედრე? მან არ უნდა შესულიყავი.
მანქანა არ არის, მაო, ეს არის რაღაცა სხვა განზომილებაა რაღაც.